Грузия, посмотрите, что произошло. Они уже შეხედეთ რა მოუვიდა საქართველოს. დღეს წავიკითხე, არ გამორიცხავენ, ციტატას მოვიყვან, შეძლონ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენს ბაზარზე ისინი დღეს არამხოლოდ ღვინოს, არამედ სხვა პროდუქციასაც ყიდიან, რომელიც ვერსად ვერ წაიღეს. არც ევროკავშირში და არც ამერიკის შეერთებულ შტატებში არ იღებენ, რადგან იქ თავისი სიკეთე ყოფნით. მაშინ სადღა მივიდნენ? მოგაკითხეს ჩვენ და რუსეთს, საქართველოსთან ადრეც თანამშრომლობდით. ჩვენს გვჭირდება ბაზრის შესანარჩუნებლად, ბაზარს სჭირდება ათვისება, განვითარება და უხეშად რომ ვთქვათ, სხვა ბაზრების დაპყრობაც საჭიროა. საჭიროა თანამშრომლობა სხვა ქვეყნებთან და არა უსარგებლო კონკურენცია. საჭიროა გაერთიანება და ეს შეგვიძლია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში, რომლის თავმჯდომარე სახელმწიფოც ვართ და ასევე DST-ს ფარგლებში, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის სივრცეა. სამწუხაროა, რომ გაურკვევლობაა ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან. უფრო სამწუხაროა კი, რომ ასეთი ვითარებაა უკრაინასთან. მოვლენს საღად მოაზროვნე ადამიანები და ისინი არ დაიწყებენ ჩვენი კავშირისგან ჩამოშორებას. ვფიქრობ, უკრაინაც ჩვენთან იქნება. Украина будет с нами.